ყველაფერს ხედავ ორად. ანუ ადამიანებს, ტრანსპორტს, ცხოველებს, 9 მეტრის დისტანციით არის აბსოლუტურად ყველაფერი არის ორი. 59 წლის ქეთო პაპუნეშვილს სპეციალური ჯოხის გარეშე გადაადგილება იანვრის შემდეგ აღარ შეუძლია. ქალი, რომელიც დეკემბრის აქციების დროს სხვა ასობით ადამიანთან ერთად ხარება სპეცრაზმის სამიზნე გახდა, ერთ-ერთია, ვისაც ჯანმრთელობა შეერყა. ეხლა ვიღებ მედიკამენტებს, რაც მაქვს დანიშნული, მაგრამ ისევ უშედეგოდ, ანუ შედეგი არ მაქვს. ჩემი სიმპტომები არის მიასთენია გრავისის, მაგრამ ანალიზებით ეს არ დასტურდება. იმდენად ცუდად ხედავ, რომ მაგალითად ყავას ვერ ვყრის სწორად ჭიქაში რო ყავა ჩავყო, შეიძლება ავაცილო და ანუ ორად ხო ხედავ და შეიძლება სხვაგან დავყარო. ტრავმები მიმიღია სახლში ისეთი, რომ რავი, სერიოზული. თითქმის 1 წელია. ექიმებთან ერთად ცდილობს დაადგინოს რა სჭირს. პირველი სიმპტომები მას იანვარში გამოუვლინდა. ყველაფერი მხედველობის გაორებით დაიწყო. ამასთან დაერთო სისუსტე, მუდმივი დაღლილობა, გულისრევა, ხველება. BBC-ს გამოძიების შემდეგ ქეთო დარწმუნდა, რომ მისი ჯანმრთელობის პრობლემები აქციებზე მოწამვლას უკავშირდება. რატომ დავდიოდი ოჯახის ექიმთან, რატომ დავდიოდი ნევროლოგთან, რატომ დავდიოდი ოფთალმოლოგთან და რატომ ერთხელ არ მივედი ტოქსიკოლოგთან? აი ეს ამ საკუთარ თავზე გავბრაზდი პირველ რიგში. და მე ამათზე რა თქმა უნდა. მეკითხებიან, რომ აი ამ და ამ რიცხვში იყავი თუ არა? რა ვიცი ხა რომელ რიცხვში ვიყავი და რომელ რიცხვში არ ვიყავი, ხო ხედავთ თქვენს, რომ აბსოლუტურად ყველა აი ხა ის დაიბრუნე ხმა მაგალითად, ეგ ზუსტად ვიცი რომ ჭავლში მოვყევი, იმიტომ რომ ეგ ჩანთაზე მქონდა მიკრული და ჭავლით დამისველდა. რამდენიმე ექიმს ვკითხე, რომ შეიძლება რომ ეს უკავშირდებოდეს მოწამლას ან გაზმე გასვეკითხებოდეს სხვათა შორის. მე ან წყალზე არ მიფიქრია მართლა. რა ვიცით დადასტურებით. BBC მოიპოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინვენტარიზაციის დოკუმენტი. ანუ სია, თუ რა ნივთიერებებს ფლობს ძალოვანი უწყება. აქ გვხვდება 2 ქიმიური სითხე. ერთი UN-17-ია. ეს არის ტრიკლორეთილენი, ანუ გამხსნელი, რომელიც სხვა ნივთიერებებს წყალში ხსნად ხდის და მეორე UN-34-39 ქიმიური ფხვნილი. კობახიძემ დაადასტურა, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სწორედ UN-34-39-ის ქვეშ გაერთიანებული ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს, მაგრამ არ ამბობს რომელი. ქიმიური სითხე UN-17, რომლის გამოყენებაც ასევე დაადასტურა ოცნების პრემიერმა კანს, აცილებს ზეთოვან ბარიერს და ორგანიზმში ქიმიური ნივთიერების შეღწევას უწყობს ხელს. მთელი ფეხები, ორივე კიდურები და რაღაცა მუხლებავი მქონდა, სულ დაწინწყული და კი მეწოდა და რაღაცა, მაგრამ ვიფიქრე, რომ ალბათ ჩარვალი მაცვია ისეთი, რომ სველი რომ არის, ძირები ალბათ ეხება რაღაცას და იმიტომ მეწვეს თქო. ტინის მალომებიო. ეს უკვე მანენა ხუჭუა. ინგლისური ენის პედაგოგს მძიმე ალერგიული რეაქცია აქციაზე დაეწყო. იმ დღეს რომ დავრეკე ჩემ დეიდაშვილთან და რომ ვკითხე, გადავიღე სურათები და გადავუგზავნე და ვკითხე, რომ ეს რა არის თქო და რაღაცა და რომ გამომკითხა ყველაფერი ან რა ვჭამე ან რა იყო და რაღაცა და ბოლოს რომ მივედით იქამდე რომ ვიყავი აქციაზე, რომ აი ესე რაღაცა შემასხეს და რაღაცა სუნი იყო და რაღაცა გაზიც ისროდნენ და ისა, აი მაშინ მითხრა რომ მოწამლული ხარ, რომ შეიძლება ალერგია მოგცაო რაღაცა. კანონით ნებისმიერი სპეცსაშუალება, რომელსაც პოლიცია იყენებს მომიტინგეების წინააღმდეგ, მოკლევადიანი ეფექტის მქონე უნდა იყოს. თუმცა ყველა დაზარალებული, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, ამბობს, რომ მტანჯველი სიმპტომები თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. აი აბსოლუტურად ყველა მალამოს ვისმევდი, აი ოღონდ ექიმთან ნაწავსულიყავი და აბსოლუტურად ამის ალერგიიდან, ფლუჩნარებიდან დაწყებული რამაც არ გამიარა და რაც დამრჩა, ეს იყო გული. ანუ გავხდი გულით ავადმყოფი. ვერც მივხვდი რატომ, რა შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ მთელი 4 თვე, 5 თვე ვსვავდი აი ამ წავლებზე ვიყავით. 2 კოდის ქვეშ გაერთიანებული ნივთიერებები, რომლის ფლობა და გამოყენება დაადასტურა ირაკლი კობახიძემ, მაღალი დოზებით მიღების შემთხვევაში ძიმე შედეგებს იწვევს. ავედით მე და რამოდენიმე ჩემი მეგობარი ავედით სახლში ჩემთან, იმიტომ რომ ისეთნაირად გვეჭვოდა კანი, რომ მივხვდით გამიგე, რომ რაღაცა იყო გარეული, მაგრამ ვირას იტყოდა მაშინ.
მოქალაქეების დიდმა ნაწილმა მაშინ ისიც კი არ იცოდა სწორად როგორ უნდა მოეშორებინათ ქიმიური ნივთიერებებით გაშღენთილი სამოსი. ახლა იგებენ ადამიანები, რომ ტანსაცმლის, თავზე, თვალებთან და ცხვირთან გადატარება სერიოზული შეცდომაა. ეს იწვევს თვალების და სასუნთქი გზების დაზიანებას და სხვადასხვა სირთულის დაავადებას. გარდა ამისა, თბილისის დემონსტრაციების მონაწილეებმა საათები გაატარეს მომწამვლელი ნივთიერებით გაშღენთილ ტანსაცმელში. მაშინ როცა უსაფრთხოების პროტოკოლები პირდაპირ მიუთითებს, რომ ასეთი სამოსი დაუყოვნებლივ უნდა მოიშოროთ, რათა ტანსაცმელმა ტოქსიკური კრისტალები არ შეიწოვოს. ხარებას მიერ დარბეულ და შემდეგ დაკავებულ მომიტინგეებს კი ქიმიური ნივთიერებებით გაშღენთილი სამოსი ეცვათ როგორც იზოლატორებში, ისე სასამართლოში. მოდიოდი ბელგიაში. რეისზე ვარ, მანქანით მუზრაობდა ტრაილერი და რო გავაჩერე მანქანა ბოდიში და სისხლმა დამარტყა პირიდან რა, ფანტანმა დამარტყა. ჩანჩქერმა დამარტყა, უბრალოდ და შემეშინდა. მივედი გასამართ სადგურზე და ქალბატონი იყო იქ სუპერმარკეტში და ვთხოვე რომ მეუთხარი დარეკე სასწრაფოში, სასწრაფოდ მეთქი რაღაცა მჭირს მეც და თან ველაპარაკებია, თან სისხლი არა ვერ ვაჩერებ, არა ჩერდება სისხლი. ამ კაცს შეეშინდა. მურთას ციხისელი ტრაილერის მძღოლია. ის 10 წელია ევროპაში ცხოვრობს. გასული წლის შემოდგომაზე თბილისში იყო ჩამოსული და რა თქმა უნდა, იდგა რუსთაველის გამზირზე. ისიც იმ მოქალაქეებს შორის აღმოჩნდა, ვისაც BBC-ს გამოძიებამ საეჭვო კითხვებზე პასუხები აპოვნინა, რადგან ორი ქვეყნის ჯანდაცვამ საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის შესახებ ვერაფერი გაიგო. პირველად მას ბელგიაში, ანტვერპენში ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და კვლევები. ერთი კვირა მოკლედ ვიყავი სამონტყოფოში, სანამ არ დაიცალა მთლიანად ფილტრები სისხლიდან და დიაგნოზი ვერ დასვეს ვერაფრით. არ ვიცოდი რომ ეს იმოქმედებდა ეს მოწამვლა. თორე ვეთხოვდი მე ვიკვირდა რომ მეთქი ბელგიაში და თან ანტვერპენში სამონტყოფოები მან ყველაფერს იგებენ და თვითონ ექიმები გაკვირვებულები იყვნენ, იცით რომ საკვირველი ამბავი არისო. ჩამიტარეს ყველანაირი კვლევა. არაფერი არ აგჭირსო. რატომ გაწყდაო ეს, რა ქვია, ეს არტერია და რატომ წამოვიდა ეს სისხლი? აი დიდი კითხვის ნიშნის დასვეს ესა. ეს არ ყოფილა ერთადერთი შემთხვევა. სისხლის ღებინება ანალიზებით ჯანმრთელ ადამიანს კიდევ რამდენჯერმე გაუმეორდა. საქმეში უკვე ლიეტუვე ჩაერთო. სწორედ ამ ქვეყნის კომპანიაშია დასაქმებული საქართველოს მოქალაქე. რა არის იცი ნატალი, მე რო გავიგე ახლა ეს ქიმიას რო უშვებოდნენ ამ წყალში და ეს წყალი და მე სიმართლე რო გითხრა, ყლაპე კიდევაც ეგ წყალი. მე ხო არ ვიცოდი რომ ქიმია ნარევი იყო. ისეთნაირად გვასხავდნენ რომ პირში ჩემივიდა და გადავყლაპე კიდევაც ეგ წყალი და სავარაუდოდ აი მაგიტომ მომივიდა მე ეს. ამ ინტერვიუდან რამდენიმე დღეში მურთას ციხისელი დაგუკავშირდა და გვაცნობა, რომ ანტვერპენის კლინიკიდან დაურეკეს და გამოკვლევებზე ხელახლა დაიბარეს. ბელგიელ ექიმებს BBC-ს ფილმის ნახვის შემდეგ გაახსენდათ პაციენტი, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ დიაგნოზი ვერ დაუსვეს. გუშინ დამირეკეს და მითხრეს რომ შემეკითხეს რომ თქვენ ხო არ იყავით მონაწილეობას ხო არ იღებდით თბილისში დემონსტრაციაზე რაც ხდებოდა იმ ჭავლის ქვეშ ხო არ მოყევით ან დაჟე მომიწია იმ წყლის გადაყლაპვა მეთქი. მიპასუხეს ის რომ ჩვენ კონსილიუმი შევადგინეთო, თქვენო სავარაუდოთო 99% და მთელი 90000-ო დასკვნას ძებთო ჩვენაო რომ მოწამლული ხართო იმ ნივთიერებითო რომელიც ის იყო რა ქვია წყალში იყო გარეულიო. დაზარალებულები აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ მათ ქიმიური თავდასხმა მოუწყო. წყლის ჭაუში გარეული ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერება დემონსტრანტებს არაერთხელ შეესხეს. ევროპული მომავლის მცველები დარწმუნებული არიან, რომ ეს დანაშაული ადრე თუ გვიან იურიდიულ ჩარჩოში მოექცევა. წყალი მარტო წყალი აღარ იყო, მაგას ნებისმიერი ადამიანი მაშინვე მიხვდებოდა, რაცამს ეს წყალი მას შეესხმებოდა, რადგან იწვევდა საშინელ წვას, თუ პირის ან ცხვირის არეში მოხვდებოდა განსაკუთრებით სასუნთქ და საყლაპაო გზებს ძალიან დიდ ზიანს აყენებდა, გიჭირდა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. სამოქალაქო აქტივისტი
რომელიც ქართული ოცნების რეჟიმის მიერ მოწყობილი ძალადობის უშუალო მოწმეა გვიყვება, რომ მისი ცხოვრება ორ ნაწილად გაიყო. დარბევამდე და მის შემდეგ. ბოლო 1 წელია თორნიკეს იმუნური სისტემა მნიშვნელოვნად დასუსტდა. 12 თვეში 19 კილო უმიზეზოდ დაიკო. გვეუბნება, რომ ჰქონდა სისხლდენა, გულყრები, ამასთან დაერთო კბილების დაშლა. ჩემი ჯანმრთელობა შეირყა ალბათ უფრო ხმადაბალი ნათქვამია, მე ვიტყოდი, რომ განადგურდა. როგორც პოსტში აღვნიშნე, საკუთარი თავის ანარეკლია ვარ დარჩენილი. როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. წონაში კლება ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო გამოსახულებაა, რაც ყველაზე მეტად დამეტყო ალბათ. 19 კილოგრამი დავიკელი ბოლო 1 წლის განმავლობაში. დისკომფორტია ასევე უბრალო გადაადგილება და კიბეზე სიარულიც კი. ეს გამოიწვია ინტოქსიკაციის შემდეგ წარმოქმნილმა ჩემმა გულის და ფილტვის პრობლემებმა. სახელმწიფო ძალადობის მასშტაბი კარგად ჩანს 50 წლის თამთა ჟვანიას ისტორიაშიც. 3 შვილის დედა ნოემბრის აქციებზე ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვის გარდა პირადი ამბოხის გამოც გავითა. მას მუძალადე ქმარმა ქართულ ოცნებასთან დაახლოებული გავლენიანი მფარველების ხელშეწყობით უმცროსი შვილი წაართვა და ნახვის უფლებას არ აძლევს. აი ამ დროს, როდესაც ვესაუბრები რობოკოპებს, რეზინასავით მომიჭირა თითქოს ხელში რაღაცა. სანამ გასკდებოდა ეს გეუბნებით, ნახევარი წუთით წინ მე რა ვიგზენი, სანამ ანევრიზმა გამისკდებოდა. და ვიფიქრე, რომ ეს ძალიან კიდე მინდოდა იქ რაღაც ისქმა, მაგრამ რო უკვე ვიგზენი, რომ რაღაც ეს არ მესიამოვნა ეს რადიაცია იყო თუ არ ვიცი რა დავარქვა, მოდი ახლა გადავწყვიტე, რომ მოდი წავალ ახლა დავბრუნდები სახლში. აი ამირად გქონდა რაღაცა საშინელ თავის ტკივილს, რომელსაც აი ვერაფერს ვერ შევადარებ და ამ დროს ფაქტურად ცუდად ვარ ვიძახი და ფეხზეც ვეღარ ვიდექი, მე გადამიყვანეს იქ კუთხეში. მომიტინგეებმა ხელში აყვანილი თამთა სასწრაფოს მანქანაში მოათავსეს. რუსთაველის გამზირზე მყოფმა ექიმებმა პაციენტს მაღალი წნევის და ძლიერი ტკივილის გამო წამლები მისცეს. 1 საათი დააწვინეს და შემდეგ სახლში წასვლის უფლება მისცეს. გამომიშვა სასწრაფო, თურმე ამ დროს ესე იგი ჩაქცევა მინდის, ამ დროს არაფრით არ შეიძლებოდა ჩემი სიარული. და სახლში რომ მოვედი, უკვე ხელფეხი წამერთვა, მეტყველება წამერთვა, ბავშვები შვილებმა რომ დამინახეს, ეგრევე დარეკეს სასწრაფოში. თამთა ჟვანია ფიქრობს, რომ ანევრიზმა ქიმიური ინტოქსიკაციის შემდეგ გაუსყდა. მისი სიცოცხლე ინგოროყვას კლინიკის ნეიროქირურგმა ერეკლე ექვთიმიშვილმა გადაარჩინა. მიუხედავად იმისა, რომ თამთას ორჯერ დასჭირდა გადაუდებელი დახმარება, ქალი დღემდე ვერ იღებს შესაბამის სამედიცინო ცნობას სასწრაფოდან. არც ერთ შემთხვევაში არ მომცა სასწრაფო ცნობა. რა ეჭვი გაქვთ, რატომ შეიძლება მალავდნენ ამ ჩემი აზრით ამ მტკიცებულებები რომ გაქრეს, რომ ფაქტიურად იქ ალბათ მართლა რაღაცა გაუშვეს. ჩემი აზრით ისეთი, რომ ამან გამოიწვია, ესე იგი, ხალხის დაავადყოფება, დაავადება და ამიტომ დამალეს. არადა ინგოროყვას კლინიკაში ჩატარებული ოპერაციიდან 2 კვირის თავზე. აქციის მონაწილე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს და გამოკითხეს. დამიბარეს, რომ უნდა მოგცადო ჩვენებაო, რომ იმედი აუხსენი სიტუაცია, კითხვები დამისვა, თუ შეიძლება და გამოეწვია იქ აირებს ანევრიზმ. ჩემი აზრით მე ვთხარი, იქ რაც მე ჩავისუნთქე თუ ის რადიაცია იყო, ეს იყო მაპროვოცირებელი ჩემი ანევრიზმის გასკდომის, მეთქე ეს დავწერეთ. გამოკითხვიდან ის საბეჭდილება დამჩარა. დაზარალებულთა ისტორიების და სიმპტომების შეგროვების გამო რეჟიმი ახლა პასუხს ექიმებს თხოვს. ოცნების პანიკა აჩვენებს, რომ ქართულ ოცნებას რაღაცის გამოაშკარავების ეშინია. ექიმი ჩახუნაშვილი, რომელმაც პაციენტების ისტორიების შეკრიბა და თვეები აკვირდებოდა დაზარალებულების სიმპტომებს, ოლიგარქის პარტიის პროპაგანდის სამიზნედ იქცა. საინტერესო არის ის, რომ კონტროლთან შედარება მოხდა სადღაც 2 თვის შემდგომ. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გრძელვადიანი დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდა ამ ყველაფერს, ხო? რა ნივთიერებაც არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. შესაბამისად, ეს საჭიროებს უფრო მეტ დაკვირვებას, დამატებით კვლევას, წინ არაფერი არ უნდა უძღოდეთ და პირიქით ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მაგისტვის არის, რომ ასე ვთქვათ, ეს ეფექტები უფრო გრძელვადიანად შეისწავლოს. ქართული ოცნება სკანდალის ჩასაბარცხად მუშაობს, თუმცა ვერ აჩვენებს ადამიანებს, რომლებმაც რუსთაველზე მოწამვლის შემდეგ მძიმე დღეები გაიარეს. ეს რაღაც არასდროს არ მქონია. ცხური მქონდა აბსოლუტურად ჯარმშთელი, მაგრამ ალერგიული რინიტი დამიდასტურდა. ცალინასტო არ მიმუშავებს ფაქტიურად და თან რაც დრო გადის, უფრო და უფრო მირთულდება მდგომარეობა. იმიტომ რომ თავიდან არ მქონდა მაგალითად
სუნებზე არ მქონდა პრობლემა. ეხლა ან დამახინჯებულად გრძნობ სუნებს, ან ვერ გრძნობ უბრალოდ. არანაირია. ასევე სისხლიანი გამონადენი მაქვს. სისხლდენა მქონდა, ავიცი დღეში 3-4 ჯერ. სულ ცოტა, დილით ყველა ვარიანტში მქონდა ხოლმე ახალგაღვიძებულზე. 1-2 შემთხვევა იყო, რომ მეძინა და ისეც, ერთ-ერთი შემთხვევა თვითონ სამსახურშიც დამემართა. გამოდიან ეს ქართული ოცნების ასე ვთქვათ, მამამთავრები და იძახიან, რომ ეს თითქოს წინა ხელისუფლების დროს შეიძინეს. შეიდიოტო შენა. მაშინ რომ ტანკი შეეძინათ, ტანკი უნდა გადაგიარა ხალხისთვის, თუ ვერტფრენები რო შეიძინეს, ვერტფრენები უნდა დაგეშვათ. თავრობამ ყველაფერი გააკეთა არა მარტო ჩვენს დასაშლელად, არამედ ცუდად რომ ყოფილიყავით, ჯანმრთელობას რომ პრობლემები შექმნოდა და არ ვიცი, სასიკვდილოდ გაგვიმეტეს, ამაზე გაჩუმება არ შეიძლება არაფრით. ბოდიში არ უშველის ამ საქმეს, უნდა გამოვიდნენ და აღიარონ, რომ მათ ერის წინაშე დანაშაული ჩაიდინეს და უნდა გადადგნენ თავისი ნებით. რა აქვს დასამალი ივანიშვილის პარტიას? სისხლიანი ნოემბრისა და დეკემბრის აქციებიდან 1 წლის შემდეგაც რატომ არასაჯაროვებენ დოკუმენტებს თუ რა ნივთიერებები გამოიყენეს მომიტინგეების დასაშლელად და რა რაოდენობით? მტკიცებულებების დამალვას ერთადერთი ახსნა აქვს. ნებისმიერი ნივთიერების დასახელება მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს დაადასტურებს.